ნაკლის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტები იმყოფებიან და მათთან შეხვედრა გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ და აზერბაიჯანის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილემ. ბანაკში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად 50-მდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტებისთვის ექსკურსიები, სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი, ასევე კულტურული აქტივობები იმართება. მანამდე კი ქართველი ახალგაზრდები აზერბაიჯანს სტუმრობდნენ. ნაკლის ახალგაზრდული ბანაკი მასპინძლობს აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ქართულ ახალგაზრდებთან ერთად. ერთი თვის წინ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა აზერბაიჯანში ანალოგიურ ახალგაზრდულ ბანაკში თავიანთ თანატოლებთან ერთად და მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობების დამყარებისთვის. დღევანდელი ბანაკი ორი ქვეყნის ლიდერის ილჰამ ალიევისა და ირაკლი კობახიძის დამსახურებით მოეწყო. თავდაპირველად ახალგაზრდები საქართველოდან აზერბაიჯანის ქალაქ გუბაში გამართულ ბანაკში იღებდნენ მონაწილეობას და დღეს უკვე საქართველოში ანაკლიაში ვიმყოფებით ბანაკში. აქ იმყოფება აზერბაიჯანის სხვადასხვა ორგანიზაციისა და რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდა. ბანაკების ძირითადი მიზანი ორი ქვეყნის ახალგაზრდების დაახლოება და ერთმანეთის გაცნობა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ქართულ ახალგაზრდებთან ერთად ასეთი პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ბანაკის მონაწილე ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ პირველ რიგში, რომ მომიცა საშუალება ყოფილიყავი ამ ბანაკის მონაწილე. ასევე გამიჩნდა სურვილი, რომ მომავალში უკვე ლიდერის ამპლუაშიც წარსდგე. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ აქ როგორც ქართველი მონაწილეები, ასევე ვართ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები. ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართული ყველა აქტივობაში და მართლა ძალიან საინტერესოა მათთან ერთად მონაწილეობის მიღება.